დაიწყე. სასურველია, რომ ზეპირი კომენტარების გაკეთებისას მასწავლებელმა მოსწავლის სახელით მიმართოს. ეს მოსწავლის თავის რწმენას უძღვნის და მასწავლებლის მიმართოს უფრო მეტი პატივისცემით განაწყობს. სისტემატური კომენტარები, თუ როგორ შეასრულა მოსწავლემ ესა თუ ის თუნდაც მცირე დავალება, პირველ რიგში მოსწავლეს აწვდის ობიექტურ ინფორმაციას მისი წარმატებისა და პრობლემების შესახებ. სრულიად კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. მოსწავლეში ზრდის საკუთარი თავის რწმენას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის, ხდის მას უფრო თავდაჯერებულს, უვითარებს დამოუკიდებლად სწავლის უნარჩვევებს, აღუძრავს ინტერესს, უღვევს სწავლის სურვილს და რა თქმა უნდა უმაღლეს მოტივაციას, რაც ყველაზე მთავარი არის მე მგონი მოსწავლის უნარებს შორის. კომენტარები დადებითი თუ უარყოფითი, ზეპირი თუ წერილობითი, ზომიერად და ტაქტით უნდა გაკეთდეს. არ არის საჭირო მოსწავლებით გადაჭარბებული ქებაც, მაგალითად გენიოსი ხარ, ყველაზე ჭკვიანი ხარ სხვა მოსწავლებთან თანდასწრებითთან, მარტო შენი იმედი მაქვს, ასევე დაუშვებელია მოსწავლეების ზედმეტი კრიტიკა. კომენტარმა მოსწავლეს შეურაცხყოფაც არ უნდა მიაყენოს, მაგალითად არაფერი არ იცი, უნიჭო ხარ, შენგან არაფერი არ გამოვა. მნიშვნელოვანია რომ შეფასდეს მოსწავლის ნამუშევარი და არა მოსწავლე, როგორც პიროვნება. ნამუშევრის შეფასებისას ასევე მნიშვნელოვანია რომ მხოლოდ უარყოფით მხარეებზე არ გავამახვილოთ ყურადღება. მნიშვნელოვანია რომ იმ შემთხვევებშიც კი როდესაც ნამუშევარი მრავალ შეცდომას შეიცავს, მასწავლებელმა კომენტარი აუცილებლად უნდა გააკეთოს დადებით მხარეზე და მხოლოდ შემდეგ გააკრიტიკოს ნაშრომი. კომენტარი მოსწავლეს უნდა აძლევდეს რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს მან იმისათვის, რომ გააუმჯობესოს თავისი ნამუშევარი და ზოგადად შესაძლებლობებით. კომენტარი არ უნდა იყოს ზოგადი, ისეთი როგორც მაგალითად არ უნდა შენი ნაწერი. კომენტარი კარგი და სასარგებლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი მოსწავლეს აძლევს კონკრეტულ რჩევას. როგორიც მაგალითად უკეთესი იქნება თუ აბზაცის წერისას, იფიქრებ იმაზე, თუ რა არის აბზაცის მთავარი აზრი და ამ აზრს პირველივე წინადადებაში იტყვი. კრიტიკული კომენტარის შემთხვევაში ეცადეთ გაითვალისწინოთ შემდეგი. ყურადღება გავამახვილოთ ფაქტებზე ან მოსწავლის კონკრეტულ ქცევაზე და არა თავად მოსწავლეზე. მაგალითად, დავალების ცუდად შესრულების შემთხვევაში აღნიშნეთ. ამ დავალებაში ორი შეცდომა გვაქვს გასასწორებელი და არა ცუდად ასრულებ დავალებას. ესე გამოდის ცუდად ასრულებ დავალებას, რომ საერთოდ ცუდად ასრულებს დავალებას და მოსწავლეს შეიძლება შემდეგ საკუთარ თავს რწმენაც კი დაკარგოს და მოტივაცია დაუქეითდეს. კრიტიკული შენიშვნა ჩამოაყალიბეთ და დადებითი სიტყვებით მიანიშნეთ. სადაც ეს შესაძლებელია, რომ თქვენს მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნა მოსწავლეზე ზრუნვით არის გამპირობებული. მაგალითად, ნაცვლად იმისა რომ თქვათ, შენს მიერ შესრულებული პროექტი არ ვარგა, თქვით, მინდა რომ საუკეთესო დამჭირდება მოახდინოს შენმა პროექტმა და ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ხელახლა გადახედავ და შენიშვნებს გაითვალისწინებ. გამოთქვით კრიტიკული კომენტარი პირველ პირში. მაგალითად, ნაცვლად იმისა რომ თქვათ, ეს საშინაო დაგწერია საშინაო დავალება, თქვით, სიმართლე გითხრათ, დღეს შენს მიერ შესრულებული დავალება არ მომეწონა. ხადად გამოხატეთ კრიტიკა და ეგრეთ ორაზროვანი სიტყვების გამოყენებას. რა თქმა უნდა, ამ კრიტიკას ავსვათ სახელით უნდა მივყავთ ყველა შემთხვევაში კომენტარის დროს მოსწავლეს პირველ პირში. ბევრი ფიქრობს, რომ კრიტიკული შენიშვნის ბუნდოვან ფრაზებში მოქცევა ამცირებს კრიტიკით მიყენებულ უსიამოვნებას. პირიქით, ყველაფერი ჯობია რომ ბუნდოვანი არ იყოს და ორაზროვანი არ იყოს. მოსწავლე უფრო კარგად მეხდება თავის შეცდომას და უფრო აბლად გამოასწორებს. თავი აარდებს კრიტიკის ბრძანების ფორმით გამოხატვას, ან და პიროვნებისგან მისი ქცევის შეცვლის მოთხოვნას. მაგალითად, ნაცვლად იმისა რომ თქვათ, ასე ჩაცმული როგორ მოხვედი სკოლაში, თქვით, არ იქნებოდა სკოლისთვის უფრო შესაფერი რამ ჩაგეცვა, არაჯობებდა სკოლისთვის უფრო შესაფერი რამ ჩაგეცვა. და შეეცადეთ კრიტიკული შენიშვნები პირისპირ ურთიერთობისას გამოთქვათ სხვების დასწრების გარეშე. კრიტიკის მოსმენა განსაკუთრებით მტკივნეული არის ყოველთვის სხვების თანდასწრებით. გოგონას ვთქვათ, ბიჭების თანდასწრებით, შეიძლება გოგონების თანდასწრებითაც და ბიჭების გოგონების თანდასწრებით. შეიძლება ბავშვმა ძალიან მტკივნეულად გადაიტანოს, ეს კრიტიკა. მასწავლებლის მიერ სწორად ფორმულირებულმა კომენტარებმა მოსწავლეს დამატებითი ფიქრის და სამუშაოს სწორად შესრულებისკენ უნდა ობიდგოს, რაც მოსწავლის მიერ შეცდომის გაცნობიერებას, დამოუკიდებელი მუშაობის, კვლევისა და ძიების უნარჩვევების განვითარებას და ასევე წერის მეტყველების დონის გაუმჯობესებასაც გამოიწვევს. არაფრის მომცემია ის კომენტარები, რომლებიც ზოგადი ხასიათისა და სადაც შეცდომა მხოლოდ დასახელებულია. ასეთი კომენტარებით მოსწავლე ვერ შეძლებს ვერც შეცდომის გამსწორებას, ვერც მის დამახსოვრებას და ამავე შეცდომებს სავარაუდოდ კვლავ გაიმეორებს.
მე მინდა ჩამოვთვალო ახლა ეფექტური კომენტარების ზოგიერთი პატარა ნიმუში, უშედეგო კომენტარების ნიმუში და დავამთავროთ დღევანდელი თემა. მაგალითად ეფექტური კომენტარად შეიძლება მივიჩნია ჩავთვალო ასეთი წინადადება. თქვათ ქართულის მასწავლებლის ჩემს მიერ მოხაზული წინადადება ძალიან გრძელია, რაც ქართული ენისათვის არ არის დამახასიათებელი. ჩემს მიერ არ აქვს, თქვენს მიერ მოხაზული ბავშვები, შენს მიერ მოხაზული წინადადება ძალიან გრძელია, რაც ქართული ენისათვის არ არის დამახასიათებელი. აზრის სიცხადისთვის უმჯობესია იგი დააშალო მოკლე წინადადებებად და გამოიყენო შესაბამისი სასვენი ნიშნები. უნდა იცოდეთ, თუ არსებით სახელს წინ რიცხვითი სახელი უდგას, მას ნა ყოველთვის მხოლობით რიცხვში უთანხმდება. ანუ პირდაპირ კომენტარს ვუკეთებთ, ნათალია ქართული ჩემი სპეციალობა არ არის, მაგრამ ერთ-ერთი მაგალითი მოვუყანე. მესამე ვთქვათ, აქ აშკარა ფაქტობრივი შეცდომაა. წაიკითხეთ ტექსტი დაკვირვებით, გვერდი აქცე ვთქვათ და თუ კვლავ გაუგებარი დარჩა რაიმე, მომართე დამატებითი განმარტებისთვის. ამ დროს ბავშვი ესე იგი თვითონ იკოლევს იმ ტექსტს კიდე ხელმეორედ გადახედავს, იაზროვნებს და შეიძლება შეცდომა თავადვე გამოასწოროს. თუ ვერ მიხვდა, ვთქვათ, მათემატიკა იქნება და ვერ მიხვდა, შეიძლება უკვე მასწავლებელმა ხარაჩუქრულად შეასრულოს და ბავშვს დაეხმაროს კიდეც. და უშედეგო კომენტარების ნიმუშები. ვთქვათ, ასეთი კომენტარი გავუკეთეთ. აზრი გაუგებარია, გრამატიკულად გამართე წინადადება. აქ არის ზოგადად ლაპარაკი და გრამატიკულად სად გამართოს რომელი წინადადება, ანუ ბავშვი ვერ მიხვდება ამ კომენტარს. ყურადღება მიაქციებ პუნქტუაციას, განსაკუთრებით მიაქციებთ პუნქტუაციას, განსაკუთრებით მძიმეებს, ასევე მრავლობითი არის წინადადება, ზოგადი არის და არის უშედეგო კომენტარი. არასდროს სიტყვებს იყენებ და ისინი ვერ გამოხატავენ ზუსტად იმას, რის თქმაც გინდა. ანუ შეიძლება მივუთითოთ პირადად რომელი სიტყვა იყო არასწორი, კერძოდ და ასეთი ზოგადი კომენტარი არ დავაკეთოთ. შეცდომა, ჩანს ტექსტი არ იცი კარგად. სად არის შეცდომა, რომელი შეცდომა არის? მოკლედ, მასწავლებლის მიერ მოსწავლის პასუხის ან მის მიერ შესრულებული აქტივობის შესახებ გაკეთებული ზეპირი ან წერილობითი კომენტარი უნდა იყოს კონკრეტული, ობიექტური და მოსწავლის აუცილებლად მოსწავლის განვითარებისკენ მიმართული. იმიტომაც არის კომენტარი განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი. კომენტარის მთავარი დანიშნულებაა მოსწავლეები უფრო მოტივირებულები და მონდომებულები გახადოს და ისინი სწავლის მიმართ პოზიტიურად განაცხადოს. კომენტარის საშუალებით ვეხმარებით მოსწავლეს აკონტროლოს ცოდნის მიღების პროცესი და სწორი კომენტარი მოსწავლეს საკუთარი თავის რწმენას უზრდის და უფრო დამოუკიდებელ ხდის. და რა თქმა უნდა, ეს ცხოვრებაში პრობლემებსაც უფრო შემდეგ მარტივად გადაჭრის, როდესაც იქნება დამოუკიდებელი და იქნება საკუთარი თავის რწმენა. ასევე დაკვირვება, რომელზეც თავის დასაწყისში მქონდა ანუ დღეს საუბარი, შეფასების თვალსაზრისით ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მაგალითად ტესტირება. დაკვირვება შეფასების სხვა მეთოდებთან ერთად მოსწავლის შესახებ სრული სურათის შექმნაში და მის შემდგომ განვითარებაში დაგვეხმარება. დღევანდელ დღეს მადლობთ ყურადღებისთვის. ნახვამდის.